ბატონო პატა, ჩვენი გადაცემა სრულდება დაგვრჩა 2 წუთი და ერთ საკითხს მაგ წამოვწევ რომ მაყურებელმა მოისმინოს ძალიან საინტერესო რამ თქვენი ერთ-ერთი წიგნიდან სადაც გარდა ყველაფრისა რასაც თქვენ ბრძანებთ ასევე ჩართულია დიდი ქართველი მეცნიერის ანა მესხის პატარა ნაკვეთები რომელიც შეეხება აი ქართული სოფლის და პირველი ცივილიზაციის შუმერების სოფლის მსგავსებას აი ამაზე რაც გვაქვს ცოტა გავახალისოთ კიდეც ჩვენი მაყურებლები ესე იგი როდესაც ქართულ ცნობილ გამოჩენილ ეთნოლოგთა შრომებს გავეცანი წარმოუდგენელი მსგავსება დავინახე დასავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებთან როგორც იყო იტალია, საფრანგეთი, გერმანია და უფრო სიღრმეში რომ ჩავიხედე კიდევ სულ სხვა რამეები გამოჩნდა და ამ დროს უკვე გამოჩნდა არა მარტო ქალბატონი ანა მესხის, არამედ ალიკო ცინცაძის ორი მშვენიერი მონოგრაფია ქართული კაბალა და იბერიული კაბალა და მე მაინც მინდოდა რომ ქალბატონ ანა ხედვა მომესმინა საკითხს დიდხანს გაგრძელდა ჩვენი ეს საუბრები იმიტომ რომ მე თამამად ვასაბუთებდი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რომ პირველი კულტურა ეს აგროკულტურამ გამოიწვია ყველაფერი ეს აი ამ დარგის განვითარება გამოიწვია რაღაცა პირველი ნიშნების შექმნა რაღაცების შექმნა შემდეგ უკვე დამწერლობის და ასე შემდეგ საბოლოო ჯამში აი ამ მთელი 6 თვიანი დისკუსიის შემდეგ ქალბატონ ანამ პირველი 15 გვერდიანი შრომა გამოაგზავნა მაგრამ მანამდე გამოაგზავნა რეგემას მიწათსარგებლობა შუმერში თემი და მეთემე შუმერის მეფის უფლებები მოვალეობები კაცო კითხულობ ამ ყველაფერს აგები ცნობილი ქართველი ეთნოლოგის დავით გეგეშიძის ნაწერებს ვადარებ ერთნაირია აბსოლუტურად შუმერული და ქართული აბა რა არაბულების ტრადიცია მიწასთან მიმართებაში ზუსტად ის არის რაც შუმერში თქვა არაბული თუ გადაწყვეტა მიწის გაყიდვას შეეკითხებოდა ძმა არაბულს ხომ არ იყით თუ ის ვარს ეტყოდა ბიძაშვილ არაბულს თუ ის ვარს ეტყოდა ნათესავ არაბულს თუ ის ვარს ეტყოდა მეზობელს რომელს გაერთიანებდა და გააფართოვებდა თუ ისიც ვარს ეტყოდა მიდიოდა თემსაბჭოში თემსაბჭო იმჯელებდა ან ხატს მიწევდა ამას ან თვითონ დაიტოვებდა და ან ზესიძეს შემოსულდა რამეს აი ასე შემდეგ და ასე ზუსტად იგივეა შუმერში და შემდეგ ქალბატონმა ანამ თავზე შრომაში ნატალია სხვებსაც ჰქონდა მაგრამ ქალბატონ ანამ უფრო სხვანაირად განმოხსნა ეს შუმერი ველური იყო გამონათლებელი თუთუცი ვიღაცა მიცა მას ეს კულტურა ვიღაცა მიცა მას ეს ცოდნა ვიღაცამ დაუდო ეს და დააღეჭინა და ასწავლა და დააყენა გზაზე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი და ქალბატონ ანამ საბოლოოდ დადო გენიალური ნაშრომი და რომელიც მისივე სახელი და გვარით შევიყვანეთ ჩემს წიგნში. აქამდე დაბეჭდი არ ყოფილა, ხო? არ ყოფილა, ის არცად არაა დაბეჭდი. და წინააღმდეგი იყო ერთობლივ არა მევთხა. და მე დავწერე რომ ახლა გთავაზობთ ფილოლოგიის მეცნიერება დოქტორის ქალბატონ ანა მესხის და რა ქვია ამ 15 გვერდიან შრომას. სამიწათ ცივილიზაციის ქართველური ფესვები. ქართველური ფესვები. აი მეორე წერილი ამის შემდეგ არის მეორე წერილი, რომელსაც ქვია ქართული სამიწათმოქმედო კაბალა. ეს წერილი უკვე ჩემი შედგენილია, ოღონ აქ შედგენილია, დაწერილი არა. პატარ-პატარა შინაარსებით გავაკეთე. ალიკო ცინცაძის სამი გენიალური წიგნი და აკადემიკოს მელიქიშვილის აკადემიკოს პროფესორების ნაფეტვარიძისა და როგავასი და აი მათი შრომებიდან გავაკეთე ეს, რომელსაც დავარქვი
ეს სიტყვა მომიპარე ბატონი ალეკოდან ქართული სამეცნიერო კაბა. და სულ სხვა რამე გამოჩნდა ამ წიგნმა და მისმა რედაქტორებმა დღეს გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერებმა და ქართული ეკონომიკური სკოლის ლიდერმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და აგროეკონომიკის მეცნიერების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა და ლიდერმა ბატონმა ნოდარ ჩიტარავამ მას აპოლოგია უწოდეს ქართული სოფლისა, გლეხკაცისა, ანთროპოლოგიური ფილოსოფია ეს სოფლისო. აი ასეთი რამ გავაკეთე ამ წიგნში, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, როდესაც თითო წიგნში სხვადასხვა თავებში სხვადასხვა საკითხს ვიხილავდი, იყო ჩანართები. მისად სარგებლობა შუბერში. და აგერ რაც თავაზობ და რა გვაქვს. ერთნაირი აბსოლუტურად ყველაფერი. თემი და თემისათემო ურთიერთობები ზუსტად იგივეა. როცა სასწავლო საფრთხეებაზე ვლაპარაკობ, ესა უპირველეს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება საზოგადოების და ქვეყნის გამოყოფის. ზუსტად იგივე უფლებები აქვს მეფეს შუმერის. ანუ შუმერების მეფე აწარმოებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც დღეს საქართველოს ჭირდება. ასრულებელია საწყავარხებზე. მელიორაციაზე, ხო? საწყავ მელიორაცია, ხო იგივე. მართალია პატარა არხები შეიძლება ქონდეს იმას თემს, მაგრამ არ უვლიდეს. ამას ზედამხედველობის უფლება აქვს. მეფეს. ხო, ზედამხედველობის. ცხვილს ვერ შეყოფს თემში. და საფემოჩო მადონო საკუთრებაში. ასრულებელია ხეთყის იმპორტზე, შემოტანაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის ყველაფერი. ბატონობა, აი აქ ცალსახად ჩანს. ეს იყო ქართველური ცივილიზაციის გავლენა საკაცობრიო ჩემბატონო ცივილიზაციას. თქვენი სათავეებთან კი არ ვიდექით. თქვენი ტერმინი ბატონობა. არა, ჩვენ ვიდექით სათავეში სამიწათმოქმედო ცივილიზაციის. ბატონობა და ერთხელ ძალიან შემძრა თქვენმა და ბატონი ნოდარაძის ტერმინმა. ჩვენი წვლილი, ქართველების წვლილი სოფლიო ცივილიზაციაში. გითხარით ეს აი როგორ გაჩნდა ეს ტერმინი, როგორ დაიწერა, როგორ ხდებოდა? ბატონი ნოდარაძე, ნოდარი ახსენე, ხო? კი. ერთხელ მირეკავს და მეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერის ახალი დეფინიცია. მანამდე მე ძალიან ბევრი ლიტერატურა მომცა განსაკუთრებით გერმანული ერის განმარტებასთან დაკავშირებით და ასევე დამატებით შოპენჰაუერის შრომები, რომელსაც აქვს რომელი თეორია, რომ სრულყოფილი გერმანელი არსებობს, ეს პერმანენტულად განვითარებადი რამეა, სტალინური ჩემბატონო დეფინიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და პირველი იყო რა თქმა უნდა გენეტიკური ნაცავი, სიცხლის გენეტიკური ნაცავი. მე ვედავებოდი ნოდარს იმაში, რომ გეოგრაფიული ფაქტორია. და გეოგრაფიული ფაქტორის უკან ჩემთვის არის მიწა. და ვეუბნებოდი, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მიწასთან იდენტობა. და კარგა ხნის დავის შემდეგ ნოდარი ამაზე დამთავრდა. და არის კიდევ შემომატონო ტრადიციები, როგორ შექმნია სახელმწიფო, რა სამართლებრივ სისტემაზეა იგი. შემოմატონო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შენი მახასიათებლები ქვემას. ჩვევები და ასე შემდეგ და ასე აქსიოლოგიური შქა. აი მეოთხე ეს იყო ბატონი ნოდარის გენიალური მიხვედრა. ქართველი კაცის წვლილი საკაცობრიო ცივილიზაციაში. ეს მუხლიცი როგორ ჩამოაყალიბა? არ ვიცი. ქართველი საქართველოს პრეტენზია საკაცობრიო ცივილიზაციის მიმართ. ანუ ერს, რომელსაც საკაცობრიო ცივილიზაციის თავი წვლილი არ შეა, ასეთი ერები არ არსებობს. ჩვენ უზარმაზარი წვლილი გვაქვს შეტანილი. უზარმაზარი წვლილი. არა მარტო ჩვეუბატონო თქვათ მატერიალური თუ არამატერიალური კულტურით, არამედ უდიდესი ქართველი მოაზროვნეების სახით. აბსოლუტურად საკმარისია იბერი, პეტრიცი, ჩვეუბატონო აღმაშენებელი ის მოაზროვნეა ვინ არის ბაგრატ მესამე, ფარნავაზი, მირიანი, ვინ იყო მირიანი?
კაცმა რომელმაც დააკავშირეს ხოლმე ეს პირველი გახედვა აქვე მას დასავლეთისკენ მე გიორგი ბრწყინვალე მთელი ეს ჩვენი არსებობა დაკავშირებული იყო ყოველთვის პროგრესისადმი ახალი ტექნოლოგიებისადმი ჩვენ ბატონო აი ამან გადაგვარჩინა აი რასაც და ილია ჯავჯავაძე შეხედეთ რამ გადაგვარჩინა დროის იმ ჩარზე გამოჩარხულნი ვიყავით იმ დროის საბრძოლში გამოფოლადებული იმ დროის ხერხი ვიცოდით იმ დროის იარაღის ხმარება ვიცოდით იმ დროის ეს ვიცოდით და ასე შემდეგ და ასე აი ესა ყველაფერი ანუ მთელი ჩვენი არსებობა იყო თანამედროვე ტექნოლოგიების შეუმბატონო ათვისების და შექმნის აი მთელი სამეცნიერო ცივილიზაციის შემოქმედი და შემქმნელები ვარ ჩვენ ეს თქვენ წიგნში წერია დამტკიცებულად დადასტურებულად კი და უღრმესი მადლობა ქალბატონ ანას და დიდი მადლობა ალიკო ცინცაძეს და იმ გარდაცვლილ მეცნიერებს რომელიც შრომებითაც მე ვისადგებლე ამ აწილის გაკეთებაში დიდი მადლობა ბატონო ბატა ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს მივახლოვდა მადლობას ვუხდით ყველა მსმენელს მაყურებელს შემდეგ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ